დიდძალი სტუმრიანობაა ჩვენს ამ ბლოგში, სულ საპატივცემულო ხალხი. ჩვენი კანტორის ხალხი. სულ საპატივცემულო ხალხი მოვიდა. სახუმაროდ არ არის საქმე, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ თემაზე უნდა ვისაუბროთ. გასულ წელს პრეზიდენტის ფონდმა პრიორიტეტები ჩამოასახელა და შემდეგ რაღაცა პროექტები განახორციელა კიდევ. და ვინც განახორციელა, ის გვეწვია დღეს სტუმრად იმისათვის, რომ შევაჯამოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროექტები. სარეაბილიტაციო ცენტრ კამარას ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და დოკუმენტალისტი ანა ზიაფშიბა ჩვენ გადაცემის სტუმრები. რა? აი, რა ხალხი მოსულა. სალამი, მოკლედ პრეზიდენტის ფონდი და პროექტები, რომლებიც განხორციელდა და რომელიც უნდა განხორციელდეს. მინდა რომ თქვენ დაიწყოთ საუბარი. მივესალმები ტელემაყურებელს. გასულ წელს მრავალი სიახლე დაინერგა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით. ანუ მე ამ სიახლეებზე ვთქვათ, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ პირველად განისაზღვრა წესი, როგორ ხდება ამ ფონდის განკარგვა, ბრძანებულივით პრეზიდენტის, საჯაროების და გამჭვირვალობის პრინციპი, რომ ეს უნდა განხორციელდეს საჯაროდ და გამჭვირვალედ, აგრეთვე განისაზღვრა პრიორიტეტები. აი, შინელი ტრაგედია ტრიალებს უკრაინაში, სპერპლი და მათ შორის ბავშვებიც. დავეოდოთ ჩემი კურიერის შემდეგ გამოშვებებს, რა სიახლეები დაგუზმუნდება, მანამდე კი პრიორიტეტებზე ვსაუბრობდით და გისმენთ, აბა? პრეზიდენტის ფონდის პრიორიტეტებზე. გეტყვით, რომ ეს პრიორიტეტი განისაზღვრა ორი ძირითადი, ანუ ეს ძირითადი ჩარჩო, რომელიც იქნება ჩვენთვის ბაზისი, როგორ განვახორციელოთ შემდგომში საქმიანობა, ეს არის დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში და ეს არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება. ცხადია იქნება სხვა პრიორიტეტებიც, რომელსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს, მაგრამ ეს ორი ძირითადი იქნება, რომლის საფუძველზეც მოხდება სარეზერვო ფონდის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის განკარგვის მიმართულებების განსაზღვრა. მე მგონი რაღაცა სფეროებზე იქნებოდა. ანუ დემოკრატიული პრინციპები თეატრში, კინოში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში ყველგან, სადაც კი შეიძლება რომ ეს წარმოჩინდეს? კი, შესაძლოა, მაგრამ დემოკრატიული ღირებულებები, ასე ვთქვათ, აფრიკაში ლაპარაკია. ღირებულებით ასპექტზე და სწორედ ამ კუთხით არის ეს პრიორიტეტი განსაზღვრული. პირველი ხოლმე ალბათ პროექტებზე თუ გადავალთ, მინდა ძალიან მოკლედ თქვა, რომ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს და უკვე განხორციელებული არის ამ ფონდის მეშვეობით, ეს არის აფხაზეთის ვირტუალური არქივი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩემი აზრით, ვინაიდან ის უპირველეს ყოვლისა ემსახურება ნდობის აღდგენას ქართველობასა და აფხაზობას შორის, ხო? ეს ძალიან რთული პროცესია, ბუნებრივია, ყველას კარგად მოიხსენება, დროსაც მოითხოვს და ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისათვის, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ახალი ფაქტების მოვლენების თუ მასალის აღმოჩენა მოხდეს თქო ამ პროექტის ფარგლებში, ან უკვე მოხდა, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი ახალი კვლევების ან რაღაცა იმედის ნაპერწკლის, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მომავალში დაბრუნებას თქვა აფხაზეთში. აფხაზეთის ვირტუალური არქივი ნიშნავს შემდეგ ამბავს. ვირტუალური არის, იმიტომ რომ ინტერნეტში იქნება აი ამ ქართულ არქივებში, მუზეუმებში, რაც მოგვეპოვება აფხაზეთთან დაკავშირებით, ეს აიტვირთება ამ საიტზე და ყველასათვის, როგორც აფხაზებისათვის, ასე ქართველებისათვის, საერთოდ ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ეს იქნება ხელმისაწვდომი. მე საერთოდ როგორც არქივების მოყვარული ადამიანი ვთვლი, რაც უფრო მეტი იქნება არა მხოლოდ აფხაზეთთან დაკავშირებით, თავისთავად კარგია. და აქ იქნება როგორც აუდიო, ვიდეო, ფოტო, დოკუმენტები. ეროვნულმა არქივმა უკვე დიდი სამუშაო ჩაატარა ამ მიმართულებით, ჩვენთანაც მუზეუმში რაღაცები გავაკეთეთ, მაგრამ ეროვნულ არქივს უკვე ქონდა, თქვათ, რაღაცა კონტაქტები აფხაზებთან და თქვათ იქ წაიღეს ეროვნული არქივიდან დოკუმენტები. ეს დოკუმენტები არის წარმოუდგენლად ბევრი. ამ პირველად ხედავს მაგალითად ამ კადრებს ჩვენი მაყურებელი. შესაძლებელია ამას პირველად ხედავდეს და ძალიან ბევრი რამ იქნება, რადგანაც ქართულ ტელევიზიას ძალიან უყვარს ეს პირველად ჩვენს ისტორიაში და ასე შემდეგ, ასეთი იქნება უამრავი პირველად. და ხელმისაწვდომია. და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის კიდევ ის, რომ ამაში ჩაერთონ აფხაზებიც. იმიტომ რომ ეს მე ვფიქრობ, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. ახლა მუდმივად არსებობს იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ქართველებმა დაუწეს აფხაზებს არქივი და ჩვენ ახლა ვირტუალურად
ვთქვათ, ამას აღვადგენთ. ასე იყო თუ ისე იყო, მაგას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. სადაც მე იმედი მაქვს, რომ აფხაზების მხარეც ჩაერთვება და რასაკვირველია, მათ მხარეზეც არის ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ასევე ჩვენთვის იქნება საინტერესო. არა, რა ქვია, მარტო ის არა, რაც არქივში იყო, არის უამრავი სხვა, ვთქვათ, რადები დოკუმენტი, რა ინფორმაცია. დოკუმენტები არის, მაგალითად, რა ქვია, შეიძლება შუა საუკუნეების დოკუმენტები იყოს, მე-19 საუკუნის რუსების შემოსვლა. რასაკვირველია, აი ეს არის მიზანი, რომ ოჯახებიდანაც ძალიან ბევრი ასეთი დოკუმენტს ყველაფერს ვეძახით, ხო, ფოტო, ფოტოგრაფია, წერილი, ესეთი რაღაცები მოხდეს ამ საიტზე, ეს იქნება ჩვენი მიზანი არის ყველაფრის მომცველი, ძალიან საინტერესო საიტი, სადაც ადამიანები ყოველდღიურად რაღაც ახალს იპოვიან. თავარი გაუსასურველი გადონ ამ საიტზე. აი ეგ არის მიზანი. რასაკვირველია, რომ ეს მხოლოდ ჩვენი არ იყოს, რომ მათაც იფიქრონ, ეს მათიც არის, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ნორმალური მოქალაქისათვის აფხაზეთთვისაც ეს არ უნდა იყოს რაღაცა პოლიტიკური, ეს არ იქნება აბსოლუტურად პოლიტიკური, არის ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარშე აღწერილობა დოკუმენტისა და დოკუმენტი მოცემული. აქ არანაირ ტენდენციაზე რაღაცაზე ლაპარაკი არ არის. ეს არის რომ აფხაზეთის მხრიდან შეიძლება დაიდოს რაღაცა დოკუმენტი. რასაკვირველია, აი მაგალითად როგორც იყო ესეთი პრეცედენტი, აი ანაც მინდა ჩავშთო. პრეცედენტი არ ყოფილა და მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ საიტს აქვს, სწორედ არის ეს ჩართულობის გაზრდის მცდელობა. და ყველაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფლობა რაღაცა ინფორმაციის დღეს მით უმეტეს. ამიტომ ეს საიტი სწორედ აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ ის რაც აქვთ ფლობელობაში, გახადონ საჯარო და გახადონ ყველასთვის საინტერესო და მისაღები. ეს თვითონ უნდა მოახერხონ რაღაცა სახლიდან, თუ სადღაც უნდა მოგაწოდონ, თუ ატვირთონ და უშო თავად, ვისაც გამოაგზავნონ ამ საიტზე და ჩვენ დაგვი ავტვირთავთ შემდგომში ამ საიტზე. საიდან უნდა გაიგონ ეს საიტი, მაგალითად რასაკვირველია ამისათვის არის საჭირო, რომ რასაკვირველი ხმა მეწვეთ, მაგრამ იმდენად მე ვფიქრობ, დიდი დაინტერესება აფხაზეთში მაგალითად ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, აი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ძალიან მალე გაიგებენ ამ ამბავს და რასაკვირველია ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობა შეუწყოთ, რომ ინფორმაცია მივიდეს. თავისთავად ცხადია. ნუ ამის საშუალება მაგალითად თქვენ თუ მოგეწონებათ რაიმე თქვენი Facebook-ის საიტზე და თუ გყავთ აფხაზეთში მეგობრები და ნაცნობები და არა ეს არის საერთოდ არა მხოლოდ აფხაზების ერთად პირველ რიგში ასაკვირველია ჩვენთვის, მაგრამ ეს არის საერთაშორისო საზოგადოებასაც აინტერესებს აფხაზეთთან დაკავშირებით მონაცემები, დოკუმენტები და ასე შემდეგ. და რა გვერდზე ვეძებ ამ ინფორმაციას? ანუ ვიტყვი ტექნიკურად ეს რა. ეს არის afghazenarchive.g და ეს ჯერ არის პროცესში მზადების ეს ვებგვერდი იანვრის ბოლოს უკვე პირველადი ვარიანტი გვექნება და ალბათ დღეს გაზაფხულზე ჩაეშება უკვე რაღაცა მასალები გვაქვს ჩვენ უკვე მოძიებული ეროვნულ არქივში, ლიტერატურის მუზეუმში, ბიბლიოთეკაში ეროვნულში და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ორგანიზაცია ჩა თითქმის ყველა ვისაც რაღაც ტიპის დოკუმენტი. და მე შემდგომში კიდევ უფრო მეტი იქნება ხელნაწერთა ცენტრი, მაგალითად საქართველოს ტელევიზია, კინოსტუდია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი არის კიდევ ჩართული. ბევრი ორგანიზაცია უკვე ბათუმში ვიყავით ახლა და იქ არის მუჰაჯირების ძალიან დიდი რაოდენობაში თამამავლების და მათ აქვთ ძალიან საინტერესო მასალა მუჰაჯირების პერიოდის. რაც მგონია რომ ასევე საინტერესო იქნება საიტისთვის. ამიტომ მასალა მართლა ულევი არის, იმიტომ რომ ის რაღაცა ჩნდება მუშაობის დროს, რომ ხო 30-იან წლებში ეს კრასნოგორსკის არქივი არის, ეს მოგვაწოდა ფიზიკურმა პირმა ეს არქივი და მგონი ძალიან საინტერესო კადრები არის. ხო, დოკუმენტალისტებისთვისაც მე მგონი რაღაცა მეცნიერები, ანთროპოლოგები, ურბანისტები, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებული არის აი ამ რეგიონით, თქვათ, ნახავს თავისთვის საინტერესო ინფორმაციას. ეს არ არის აქ მხოლოდ პოლიტიკით დაინტერესებული, ეს არის ისტორია, მართლა ანთროპოლოგია და 1000 სხვა რაღაცით, რაც შეიძლება მოდის ისტორია გაინტერესებს და იქაც ნახოს საინტერესო მასალა, თქვათ, ნებისმიერ ადამიანს არის საინტერესო. უკაცრავად, ესე იგი, აქ იქნება ფოტო და აუდიო და ვიდეო მასალა, საკმაოდ ფართო მასალა იქნება, ხო? რომელშიც გამოჩნდება ის პერიოდები ასევე ჩვენი მშვიდობიანი თბილი თანაცხოვრების და ეს არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ისე ვთქვათ ჩვენ ერთად ძმურად მეგობრულად ცხოვრობდით და აქ ძალიან ბევრი მასალა იქნება, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომელიც აი ამ სულისკვეთების გამომხატველი. სამუშაო არის მართლაც ულევი, მაგრამ აი ძალიან ბევრი რაღაცა გარკვეული წინასწარ შექმნილი აზრები არსებობს ხოლმე ამასთან დაკავშირებით, თქვათ, იგივე აფხაზეთში ამდენი წლების პროპაგანდის შემთხვევაში, აი მაგალითისათვის ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მათ შემდეგ რაც ქართული შრიფტი შემოიღეს, თქვათ, აფხაზური ენისათვის, მას შემდეგ რაღაცა თითქოს აფხაზური კულტურისათვის პრობლემა გახდა
და ასე შემდეგ. თქვენ ნახავთ და რამდენი წიგნია ქართული შრიფტით აფხაზურად გამოცემული, ასე რომ რაოდენობრივად ეს მეტიც კი არის, ვიდრე მანამდე იყო. თქვა და ასეთი რაღაცა. ანუ რაღაცა მოხდება უფრო მე ვიტყოდი უფრო რეალური სურათი შექმნა და ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ თქვათ აფხაზებისათვის. მე ვფიქრობ რომ აი ეს არის ერთი ძალიან რეალური ნაბიჯი, სადაც შესაძლებელია ორივე მხარის ინტერესი სრულიად გათვალისწინებული იქნას. ვფიქრობ ეს რაღაცა ძალიან დიდი და ესეთი საქმეები ხო ძალიან უბრალო და ელემენტარული ურთიერთობით შეიძლება დაიწყოს, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან ბევრი ბიჭვითაში გადაღებული ფოტოები, სადაც უამრავი ადამიანი არის, თუნდაც ახლა სანაპირო გამახსენდა. აი რომ დადო ხო, იქ ვიღაცა თავისი პოლიტიკები ასიყოს. ანუ აი შეიძლება ესეთი ელემენტარული რაღაცა ეს მიზანი ზუსტად იყოს. შესანიშნავად ახსენე ეს რაღაცა. რასთავარია ინტერნეტ სივრცეში ეს მონტაჟის თემა არ არის, ანუ ეს არის უფრო ცოცხალი პროცესი და გარდა ამისა ინტერნეტ სივრცეზე ყველას მიუწვდება ხელი თქვა შემთხვევაში და აქ ის რომ ვინმე ეს ვერ ნახოს თქვა რაღაცა მიზეზების და დამონტაჟებული ნახოს ეს არ იქნება. ხო, ძალიან დოკუმენტალისტიკა ესე თქვა. 21 საუკუნის ასე თქვა მიღწევები ყველანაირად დაგეხმარება და ძალიან მაინც იმედი მაქვს მართლა რომ იცი რა არის, ეხლა მაგალითად უკვე საკმაოდ ბევრი მასალა გვაქვს, მაგრამ ეს არის საიტი, რომელიც მუდმივად განახლებაში იქნება და წიგნები ახსენე ლაშა შენ რომ ძალიან ბევრი წიგნია დაბეჭდილიო და შემდეგ პროექტზე მინდა გადავიდეთ და აი გიორგი თქვენ კითხოთ წიგნები ბიბლიოთეკებს ასე ერქვა თითქოს ბიბლიოთეკიდან უნდა იყოს პირიქით წიგნები და ახლა შეგვაქვს წიგნები ხო თან საინტერესო რა თქმა უნდა ბიბლიოთეკებში მუდმივად ხდება წიგნადი ფონდის განახლება მაგრამ ჩვენი ასე ვთქვათ ხარდაჭერა მთავარი რაც ამ პროექტისადმი ბიბლიოთეკებისადმი იყო განპირობებული იყო ის რომ პროექტი ყოფილიყო მასიური და ის მაქსიმალურად შეხებოდა სოფლებში ბიბლიოთეკებს. თან ნუ ჯერ გვაქვს ეს რეალობა იმედია რამოდენიმე წლის შემდეგ ეს რეალობა აღარ იქნება უკვე სხვა იქნება რომ ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის თქვა. ყველა სოფელში ყველგან არ არის ხელმისაწვდომი ასე თქვა და თან წიგნია. წიგნს ხო საერთოდ რამდენად რელევანტურია თქვა ეს ალტერნატივები კიდე მეორე თემაა ბუნებრივია. და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რომ სოფლებში მოხდარიყო წიგნადი ფონდის განახლება, რაც ძალიან დიდი ხანი პრაქტიკულად არ მოხდარა. სოფლის ბიბლიოთეკებში ეს პროცესი გაცილებით უფრო ნელანით იქნება. სამაგერთ რა წიგნები იქნებოდა იქ ძველი. ეს რა თქმა უნდა ეს შეიძლება არქივისთვისაც გამოსადეგი წიგნების იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ ეს პროექტი რასაც თვალისწინებდა, ეს არის ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების მიწოდებას. ჩვენი ჟურნალისტი მაკაცხვედიანი წარგზავნეთ მაგალითში, იმისათვის რომ ნახოთ მაგალითი ამ პროექტის განხორციელების და შემდეგ გავიქცევთ. შეიძლება გავიცნობთ. კი, რა თქმა უნდა. სოფელ იყალთოს ბიბლიოთეკა ერთ-ერთია საქართველოს რეგიონულ ბიბლიოთეკებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ინიციატივით საჩუქრად ახალი წიგნები გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკა თავს 12000-ზე მეტ გამოცემას უყრის, მისი ფონდები ახალი წიგნებით მრავალი წელია არ შევსებულა. მართლაც დიდი საჩუქარია პრეზიდენტის მხრიდან. მოგეხსენებათ იყალთო კულტურული ტრადიციის მქონე სოფელია და ამ სოფელს არ ეკადრება, რომ ღარიბი ფონდი ჰქონდეს და ამიტომ ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ რაც შეიძლება გავამდიდროთ უფრო ეს ჩვენი უნიკალური ფონდი, უფრო ახალი და საინტერესო ლიტერატურით. 500-ვარიანი ვაუჩერით ახალი წიგნების შესაძენად კახეთის რეგიონის 21 ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა. სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა სასურველი გამოცემები თავად აირჩიეს. თითოეულ ბიბლიოთეკას 51 ახალი წიგნი შეემატა. სათავგადასავლო ძალიან საინტერესო ტოლკინის ჯადოსნური სამყარო მივიღეთ. ლელო ყურშიტაშვილი 25 წელია იყალთოს ბიბლიოთეკის გამგეა. მკითხველების ნაკლებობას არ უჩივის. ამბობს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა მხატვრულ ლიტერატურაზეა. ვაუჩერით შესაძენი წიგნები სწორედ მკითხველთა სურვილისა და მოთხოვნის გათვალისწინებით შეირჩა. სტუდენტები უფრო მეთოდური სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. შუა ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც უფრო მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ. ბავშვებსაც, რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა აინტერესებთ და განსაკუთრებით ეს ფერადი ილუსტრირებული წიგნები ახარებთ. მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ბიბლიოთეკებს საბავშვო წიგნებით შეემატა. ფერადი და ილუსტრირებული გამოცემები რეგიონულ ბიბლიოთეკებში განსაკუთრებით დეფიციტურია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, მყავს 2 ბავშვი და
და საკმაოდ აქტიურად ვართ მკითხველი, ხშირად გამოვდივართ და გაგვაქვს წიგნები და ეხლა ძალიან გამიხარდა ახალი წიგნები რომ მიიღეთ და უფრო აქტიურად ვიქნებით ჩაბმული წიგნების გატანაში. ახალი წიგნები კახეთის რამდენიმე სოფლის ბიბლიოთეკას უკვე დაურიგდა. ნაწილი კი თანამედროვე გამოცემებით უახლოეს დღეებში შეივსება. ჩვენ გაერთიანებაში შედის 21 ბიბლიოთეკა. იმდენად არიან აღფრთოვანებულები ამ საჩუქრით, რომ ნამდვილად ვერ ფარავენ თავიანთ ემოციებს. ეს არის პირველი საჩუქარი, რომელიც ამდენი წლების განმავლობაში მიიღეს მათ. ახალი გამოცემები სოფელ ვარდისუბნის ბიბლიოთეკასაც შეემატა. მათ შორის ისეთი წიგნებიცაა, რომლებიც მოთხოვნის მიუხედავად აქამდე ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი არ იყო. ერიხ მარია რემანკის სამი მეგობარი ეს წიგნი არის ჩემი საოცნებო წიგნია, რომელიც მინდოდა წამეკითხა და ეს სურვილი ამისრულდა დღეს ამ ბიბლიოთეკაში. ეს წიგნი არ მოიპოვებოდა წინათ და დღეს მომეცა საშუალება, რომ ეს წიგნი წავიკითხო. ბიბლიოთეკის მკითხველებს შორის სოფელ ვარდისუბანშიც განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ. მათი სურვილის გათვალისწინებით ბიბლიოთეკას დეტექტიური ჟანრის რამდენიმე რომანი შეემატა. საკმაოდ კარგი მკითხველი ვარ, ძირითადად სუაკ შემოვდივარ, გამაქვს წიგნები, შემომაქვს წიგნები და ძალიან გახარებული ვარ, რომ გადმოეცა ჩვენს ბიბლიოთეკას ეს წიგნები. ბიბლიოთეკის გამგეს კი განსაკუთრებით ახალი ილუსტრირებული საბავშვო გამოცემები ახარებს. საბავშვო ლიტერატურაზე დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ამ მხრივ ბიბლიოთეკაში არც თუ სახარბიელო არჩევანი იყო. ემოციები არის ძალიან დიდი. გუშინ მოვიტანე ეს წიგნები და სახლში თუ ვინმე შემხვდა სახლში მიმავა, ოჯახის წევრები, ტელეფონით უკავშირდები მკითხოს, აი ეს წიგნი რაც თქვენ გინდოდათ მოვიდა ბიბლიოთეკაში, აღფრთოვანებული ვარ ამით, განსაკუთრებით საბავშვო ლიტერატურა მქონდა ისეთი მოძველებული. ყდები რო არა ქონდა საერთოდ ლიტერატურას და ისეთი ლიტერატურა შემოვიდა ეხლა, რომ აღფრთოვანებას გამოვხატავ და უღრმესი პატივისცემა და დიდი მადლობა კიდე ამისთვის პრეზიდენტს. კახეთის რეგიონის ბიბლიოთეკებში იმედოვნებენ, რომ ახალი გამოცემები ახალი მკითხველების გამოჩენასაც შეუწყობს ხელს. და დაუბრუნდეთ ისევ წიგნებს ჯამში, ანუ ციფრებით რო ვისაუბროთ, დაახლოებით რა პროცენტულობით მოხდა განახლება და რამდენი წიგნადი ფონდის განახლება მოხდა დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში, ნუ არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მოდი დავარქოთ ამას დასაწყისისთვის ეს კარგი მაჩვენებელია, მით უმეტეს სიუჟეტიდან ჩანდა თუ და უწყვეტი პროცესი იქნება, ხო? ანუ ეს ბუნებრივია საჭიროებების და მიხედვით ბუნებრივია ეს ერთ-ერთ მთავარ მიზნად პრეზიდენტის ბუნებრივია იქნება ესეთი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც თავისთავად მოიცავს, ასე ვთქვათ, მათ შორის ბიბლიოთეკას, მათ შორის წიგნადი ფონდის განახლების თემას. საბოლოო ჯამში რაც ყველაზე მთავარია, ახლა არასამთავრობო სექტორში ნამუშევარი ვარ და ვიცი, ასე ვთქვათ, პროექტების სპეციფიკა. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მთელი რესურსი პრაქტიკულად, რომელიც გამოიყო, რესურსის 95%-ზე მეტი პრაქტიკულად თლიანად მოხმარდა, თქვათ, ამ შემთხვევაში წიგნების შეძენას. ადმინისტრაციული, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული განაცხადი იყო ძალიან დაბალი, რაც თავარია. და რამდენი ბიბლიოთეკა მოიცვა? ეს არის 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა, ქოშინეთ ბიბლიოთეკა, რომელიც ჯამში მოხერხდა, რომ თქვათ, ეს არის ყველაზე მასშტაბური, მით უმეტეს ბოლო მრავალი წლის განმავლობაში სოფლის ბიბლიოთეკებში ეს განახლება ძირითადად რაიონებში. საერთოდ არ ხო, ძირითადად შემთხვევაში ეს იყო სოფლის ბიბლიოთეკები ბუნებრივია. ძალიან კაია, ერთ პრიორიტეტად და ინიციატივად განიხილებოდა ასევე მშენებელთა და შეწყალებულთა რეაბილიტაცია, სადაც ნაცია უშუალოდ დიდ მონაწილეობას იღებდა. მოგვიყევით როგორ აქ მოსმენილიც ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ არ დამეზარება ვილაპარაკო, როგორ ზუსტად ასე წარმომედგინა ქვეყნის პრეზიდენტი. ადამიანებზე მზრუნველი და სიყვარულის მთესველი და არა პირიქით მრისხანე და წარბებშეკრული და ძალიან ბედნიერი ვარ თვითონ ამ პროექტითაც, რაც დაფინანსდა, არც ეს არ გამკვირვებია გიორგის მარგვალაშვილის დედა გახლავთ არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი ქალბატონი მზია გომელაური, ამიტომ ის რომ აფასებს ჩვენ შრომას და იცის ამის მნიშვნელობა, გასაკვირი ჩემთვის არ არის, მაგრამ რადგან დრო შეზღუდული არ არის, მირჩევნია ეს გამოვიყენო იმაში, რომ მივმართო თვითონ უბრალოდ რადგან არის გამოვიყენო იმაში, რომ ვინც არის ჩვენი სამიზნე ჯგუფი, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები.
ვთხოვო რომ მოგმართონ და არ შეეშინდეთ ჩვენი რადგან პრეზიდენტი აფინანსებს ადრე შეწყალებულ პაციენტებსაც ასე რომ ნებისმიერი სულიერი დისკომფორტის შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ და არ ვართ საშიში ადამიანები რაც შეეხება ახალ შეწყალებულებს აქ ხდება ხოლმე ასეთი რამ რომ თავიდან პირველი ერთი თვეც კი შეიძლება ადამიანს ეყოს სიხარულის რესურსი ინტენსიურად გამოიმუშავებს სეროტონინს ბევრ კარგ ჰორმონს ნორადრენალინსაც და ასე შემდეგ აი ეს სიხარული დახვედრა ახლობლების ნახვა და ეჩვენება ადამიანს რომ არაფერი აწირაღა უნდა გაუჭირდეს აწის ხომ თავისუფალია მაგრამ სწორედ აი ამ გადახარჯვის შემდეგ იწყება გუნებაგანწყობის ვარდნა და ძალიან მინდა რომ ერთხელ მაინც მოვიდნენ სტუმრად, როდესაც იგრძნობენ რომ რაღაც გარკვეული გამოფიტვა და განლევა დაიწყო. ნათია, მათი ოჯახის წევრებს თუ შეუძლიათ ისარგებლონ ამ ფუფუნებით თქვათ, იმიტომ რომ პატიმრებსაც აქვს პრობლემა, მაგრამ როგორც ვიცი, ოჯახის წევრებსაც შეიძლება ქონდეთ ხო სერიოზული დისკომფორტი და პრობლემა რა. ის უნდა დამფინანსებლებს ვკითხოთ, რადგან ჩვენ უშუალოდ სამიზნე ჩვენთვის არიან ის ადამიანები, ვინც აი ამ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნაც კი სულ რომ სხვა ტიპის ტრამვა მათ არ მიიღოთ. და კიდევ იქ ძალიან ხშირად არის ქალატვინის ტრამვა, რაც მერე იწვევს შფოთვით აშლილობებს და ასე შემდეგ. და ეს გვარდება, როდესაც სწრაფად და სწორად არის მოვლილი. ხო, მეკითხა, რამდენად ხერ ხდება ზოგადად ზოგიერთ პატიმრს საკმაოდ ბევრი წლის გატარება უწევს საპატიმროში. რამდენად ხერ ხდება და რა ვადაში რომ დაუბრუნდეს იმ გარემოს ჯანსაღი ფსიქიკით, რომელშიც ის თავისუფლების შემდეგ ხვდება. საერთოდ ადამიანის რესურსი ინდივიდუალურია, თუმცა გამორიცხულია რომ რომელიმე ადამიანს აი ამ ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს ყოფნისგან არ ქონდეს გარკვეული პრობლემები. მაგრამ ჩვენ დავსახეთ ოპტიმალური სამთვიანი თერაპიის გეგმა. ეს იქნება ინტენსიური და დაჩქარებული ტემპით. და ყოველი ჩვენი თერაპიის პროგრამა არის იმდენად სახალისოდ და საინტერესოდ შედგენილი, რომ ეს არ გავს რაღაც არის რა თქმა უნდა სერიოზული ტონალობის თერაპიებიც, მაგრამ მთლიანობაში იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ ამ სამ თვეში იმდენად კარგად გამოვა ადამიანი მდგომარეობიდან, რომ მეეჭვება, რომ რომელიმეს დასჭირდეს უფრო მეტხანს ჩვენთან დარჩენა. თორე იმასაც ვარაუდობთ, რომ შეიძლება ვიღაცა ერთ თვეში გახდეს კარგად, წავიდეს ჩვენგან და ჩაანაცვლოს სხვა ადამიანმა, იმასაც ვარაუდობ, რომ შეიძლება ვიღაცას დაემატოს თვე თერაპიის, მაგრამ ოპტიმალური იქნება ალბათ 3 თვე, როდესაც ადამიანი თავს ძალიან კარგად იცის. შეიძლება ერთი კითხვა დავსვამეთ, მაინტერესებს. აი ეს თბილისშია ლოკალიზირებული და თუ ადამიანი სადღაც სხვაგან არის თქვა საქართველოს სხვა არა დედაქალაქში ადგილას აი როგორ უნდა მიიღოს ამ მონაწილეობა ასე ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი კამარა რომელშიც ვეპატიჟებით და აქვე ჩავაკვეხებ ტელეფონის ნომერს 222 1428 რომ მოგმართონ და Facebook-ზეც გვაქვს გვერდი სამწუხაროდ ჩვენ ვართ მხოლოდ თბილისში არ არის ღონიერი ეს ორგანიზაცია და მხოლოდ აქ ფუნქციონირებს მაგრამ კიდევ დაფინანსებული არის GCRT ჩვენი პარტნიორები რომლებიც იგივე საქმიანობით არიან დაკავებული და როგორც ვიცი მათ უფრო GCRT-ის ხელმძღვანელის ინტერვიუ შეგვიძლია მოვისმენთ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სთავაზობს იმ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა სარეაბილიტაციო სერვისებს, მოკლედ აღწერეს რას გულისხმობს, ხო, რომ ის ადამიანები, ვინც პრეზიდენტის მიერ იქნა შეწყალებულები, მათ გამოსვლის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალური დახმარება, სამედიცინო დახმარება. ეს არის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი და სერვისი. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება თბილისსა და ქუთაისსა და პილოტური ფაზის შემდეგ ვეცდებით რომ განვავრცოთ სხვა რეგიონებშიც. გარდა ფსიქოსოციალური დახმარებისა, SAIA, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავისივე რესურსით ერთვება ამ პროცესში და იურიდიულ დახმარებას გაუწევს შეწყალებულ პატიმრებს, ხოლო კამარა დაეხმარება იმ ყოფილ პატიმრებს, ვინც მავნე ნივთიერებებზე იყვნენ დამოკიდებულები. ეს პროცესი იწყება გათავისუფლებიდან იმ მომენტიდან, რომ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს, თქვა, ღამის გასაათები, როგორც წესი შეწყალებულ ადამიანებს ღამის საათებში უშვებენ, რატომღაც არსებობს ეგეთი უცნაური პროცედურა. და დაწესებულებებთან ახლო ტერიტორიებზე ჩვენ დავიქირავებთ ოთახებს, ასე ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს თუ არ აქვს წასასვლელი შეძლონ პირველი ღამის გათენება იქ.
შემდგომ თან დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ასევე ამაში არის გათვალისწინებული გარკვეული სახელობო კურსების გავლა მათი სურვილის შემთხვევაში. და ფაქტიურად ადმინისტრაცია აძლევს საშუალებას შეწყებულ პატიმრებს, რომ სრულად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და რაღაცა რესოციალიზაციის პროცესი გაიარონ. ასეთი კითხვა გამიშდა, რამდენად დააკმაყოფილებს ეს პროექტი ყველა მსურველს, თქვათ, ყველა მოგმართად, ვისაც ახლა თქვენ მიმართეთ. რამენაირად შევძლებთ ამის დახარისხებას, თუმცა ერთ ჯერზე ჩვენთვის საუკეთესოა ყავდეს მხოლოდ 30 პირი, რადგან კამარაში კიდე თერაპიას გადიან სხვა ადამიანები და როგორც არ უნდა გავანაწილოთ, დრო თვითონ ცენტრი არ არის დიდი ძალიან. ასევე პერსონალი, თერაპევტები, რომლებიც მუშაობენ, ისინი სულ პროფესიული ჯგუფი არის 10 ადამიანი. და ყველას რო ეყოს და მიიღოს იმ ხარისხის თერაპია, რა ხარისხზე ჩვენ პასუხს ვაგებთ და რითიც ვამაყობთ. ამიტომ გადაჭარბება რაოდენობის გაგვიფუჭებს ალბათ ამას. ხო, მაშინ ასე ყოველდღიური ვეღარ იქნება, უნდა გავყოთ დღეებიც, მაგრამ რამენაირად მაინც მოვახერხებთ, რომ ყველას მოვუვაროთ. არა, ერთი მომენტის დამატება მინდა, სრული სურათი რო კარგად დავინახოთ, ესე იგი, საუბარი არის მრავალ კომპლექსურ პროგრამაზეა საუბარი, თან ეს პირველი ნაბიჯები არის ამ მიმართულებით. ანუ იგულისხმება არა მხოლოდ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულება. აი, სამართლებრივი დახმარება, რო დაჭირდებათ შეწყალებულ პატიმრებს, ამ მიმართულებითაც არის გარკვეული პროგრამა. ჯანდაცვის თვალსაზრისით თუ ექნებათ პრობლემები, ამ ხრივაც არის პროგრამა. თანდათანობით, ასე ვთქვათ, ხორციელდება უკვე დასაქმების მიმართულებით. აი, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. არა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი ელემენტია. ხო, საერთოდ მაქსიმალურად თლიანობაში რო იყოს შესაძლებელი ამ ადამიანების დაბრუნება საზოგადოებაში. სტიგმა არსებობს, რომ თითქოს არ იღებენ სამსახურში, ვთქვათ, საფორიშონა ისედაც ძალიან ძნელია ამ ქონდა. ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა და რა დასაქმება საერთოდ გამომრჩა. რომ კამარას ჩვენი პაციენტების დიდი ნაწილიც არ იყო ფილმის ჯავრდებული და ასევე ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო მათი საერთო პრობლემა გარდა სხვა პრობლემებისა და დიაგნოზებისა და IOM-მა შვეიცარიულმა ორგანიზაციამ სწორედ ახლა დაგვაფინანსა ვაკეთებთ მათთვის პატარა ბიზნესი, ეს იქნება art cafe, რომელშიც ისინი მიმტანებიც თვითონ იქნებიან, მასპინძლებიც თვითონ იქნებიან, ღვეზელის მცხოვრებლებიც და ამავე დროს გაყიდიან თავის ნამუშევრებს და ეს პროექტი ხა შევიდა ძალაში, თავის ხელით აკეთებენ ეს ადამიანები რემონტს. ასე რომ აი აქაც შეიძლება ჩვენ ყველა ვერ დავაკმაყოფილოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის დიდი პროექტი, მაგრამ რამდენიმე მონდომებული ადამიანისთვის შეიძლება ასეთი პერსპექტივაც არსებობს. ცოტა ხანში ბროწურის ბაღებამდეც მივიღოთ, ეს არის უკვე დასრულებული ცხოვრების თერაპია და რადგან ეს მოდელი გზა უკვე გაითელება, მე უკვე შესაძლებელი იქნება ყველას უთხრათ, რომ ძალიან მცირე თანხით ხშირად ძალიან დიდი საქმე კეთდება. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს პრეზიდენტის ფონდსაც ასეთი საჭირო და ძალიან სწორად განსაზღვრული პროექტების განხორციელება. იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ საიტსაც გამოეხმაურებიან, თქვენ ცენტრსაც და შემდეგ ყველანი ერთად წავიდეთ კინოში. ჩვენც გამოეხმაურებიან, ზუსტად იმისათვის, რომ შემდეგ ნაწილში ჩვენი გადაცემის კინოს ბილეთები მოიგონოთ, წაიყვანონ მეგობრები, მიყურეთ. მადლობა.